სახალხო დამსწრელი ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ ლევან. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე გადავალთ ამ საკითხებზე, აუცილებლად მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი თქვენი ბოლო ვიზიტით საპატიმრო დაწესებულებაში. უნიკალური შემთხვევაა და ალბათ არა მხოლოდ საქართველოსთვის, როდესაც ერთ საპატიმრო დაწესებულებაში თითქმის მეზობელ საკანებში სხედან ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრები, ყოფილი უსაფრთხოების სუსის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილეებზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე აღარაფერს ვამბობ. უნებრივია თქვენი იქ შესვლა და რამდენიმე პატიმრის მონახულება ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. მოდი გითხარით, აი ტექნიკურად როგორ მოხდა შეთანხმება, თქვენ თავად გამოხატეთ სურვილი, პატიმრებმა მოინდომეს, რომ თქვენ მისულიყავით და პირადად გეინახათ მათი ყოფა ციხეში, თუ ეს რაღაცნაირად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შედგა თქვენი ვიზიტი საპატიმრო დაწესებულებაში? მოგესალმებით, ემა მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა იცოდეთ თქვენს და მაყურებელმაც, რომ არასოდეს, როდესაც მე პენტენსიურ დაწესებულებაში შევდივარ, ამის შესახებ არ არის ცნობილი არავისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პენტენსიურ დაწესებულებისთვის ყოველთვის ჩემი ვიზიტი არის დაუგეგმავი, მათთვის მოულოდნელი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩემთვის այս მოულოდნელ რეჟიმში ვნახო რა სიტუაცია არის და ეს არ შეეხება მარტო ახლა ამ შემთხვევაში მე-12 დაწესებულებაში ხშირად მიწევს მისვლა გარემოებიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად მინდა იცოდეთ, რომ არა მარტო ამ მაღალი თანამდებობის პირებს, ამ პოლიტიკური ყოფილ პოლიტიკოსებს ვნახულობ, არამედ სხვა მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს, რომლებიც ამ საპატიმროებში იხდიან სასჯელს, მათ შორის ვეცნობი მათ საკვებს, მე თვითონ სინჯავ ამ ყველაფერს. პირობებს, რა პირობებში არიან, სამედიცინო პუნქტში რა მდგომარეობა, ანუ თლიანობაში ვახდენ მონიტორინგს, მე თვითონ ჩემი თვალით უყურებ ამ ყველაფერს. თქვენი თანხმობა, პატიმრის თანხმობა იმისათვის, რომ თქვენ უშუალოდ შეხვიდეთ მასთან საკანში, მაშინ როდესაც უკვე ეწევით კონკრეტულ საპატიმრო დაწესებულებას, არ არის საჭირო? იცით რა არის, როდესაც მივდივარ და საკანს მიღებენ, რა თქმა უნდა, ეუბნებიან, რომ არის ესა და ეს ადამიანი მოსული და უნდა თქვენთან შეხვედრა. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ეთქვას უარი, რა თქმა უნდა, როგორც წესი, ყველას უხარია, რომ მივდივარ, ვნახულობ, ვესაუბრები, არავის რაღაცა წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. ჯერ ესეთი შემთხვევა არ მქონია ყოველ შემთხვევაში. სხვა შორის, აი ამ ჩამონათვალში ვინც მოინახულეთ, ხომ, ყოფილ მაღალჩინოსნებს გულისხმობ, რადგან ინტერესი მათ მიმართ უფრო მაღალია. არ არის მაგალითად ჯუანშერ ბურჭულაძე. არა, იცით რა არის, გეტყვით ამაზე. აქ არ არის, რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანი, უბრალოდ ისინი მე წინა ვიზიტზე მოვინახულე. თუ გახსოვთ, დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, მაშინ მოვინახულე ჯუანშერ ბურჭულაძე, ირაკლი ოქრუაშვილიც. პატა მანჯგალაძე? პატა მანჯგალაძეც მოვინახულე. ირაკლი ნადირაძე გლდანში არის. ირაკლი ნადირაძე არ მინახავს. ამ საპატიმროში ვინც არის, პატას გლდანში არის. ლაშაბერიძეს გლდანში არის. მოვინახულე ნიკა გვარამია, მაშინ გიორგი ვაშაძე იყო, ზურაჯ გიჩაფარიძე, ნიკამელია. ესენი მაშინ მოვინახულე. ეხლა ვნახე ის ადამიანები, რომლებიც არ მყავდა მონახულებული და გარდა ამისა ისინი, ვინც ვისი ოჯახის წევრებმაც მომართეს, რომ დამატებით კიდევ ვიზიტი გამეხორციელებინა. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი ვივავეთში მყავდა რამდენჯერმე მონახულებული და რაც გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებაში, მე არ მყავდა მის საპატიმრო პირობებს არ ვიყავი გაცნობილი. აი ჩამოთვლილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ჩამონახული ყველა მონახულებული იყო აბსოლუტურად. აქედან რომლის ოჯახის წევრებმა მოგმართეს დამატებით, ყოფილ მაღალჩინოსნებს გულისხმობ. მაგალითად, მე შევხვდი ლევან ხაბეიშვილის დედას და მის მეუღლეს და მათ ჰქონდათ რაღაც საკითხები, რომელიც ეხებოდა მისი არასრულწლოვანი შვილების ლევანთან შეხვედრის თემას. მიხეილ სააკაშვილის დედას შევხვდი, რომელიც მოსული იყო და მასთანაც განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, რომელიც მას რა წუხილები ჰქონდათ, შეგიძლიათ გითხრათ? უფრო პერსონალური ინფორმაცია და თავში ვიკავებ ამაზე საუბრისგან და ამ ყველაფრიდან გათვალისწინებით დამატებით ჩავთვალე რამდენიმე ადამიანის კიდევ მონახულება იმისთვის, რომ დამეზუსტებინა ის საკითხები, რაც მიმდინარე იყო.
ჩემი ვიზიტი დაკავშირებული არ არის უბრალოდ ეხლა იქ არავისთანმე საჭურავად და სალაპარაკოდ არ შევდივარ კონკრეტული საკითხის გასარკვევად მისთან მიმართებაში მიეწოდება თუ არა ეს სერვისი, რა მდგომარეობაშია, როგორ ცხოვრობს იმ საკანში, როგორც არის. როგორც გამოიკვეთა აი ჩამოთვლილ პირებს, ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბაჩუ ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან ხაბიშვილი. აქვთ როგორც საერთო წუხილები, როგორც მე მივხვდი თქვენი მანამდე გაკეთებული განცხადებიდან, ასევე პერსონალური პრობლემები, რომლის გადაჭრაც გთხოვეს. ანუ აი რომ ვისაუბროთ თვითონ ინდივიდუალური საკითხები არის, რა თქმა უნდა, რაზეც ჩვენ კონკრეტულად მუშაობთ თითოეულ ბრალდებულთან, ყველასთან არა ბუნებრივია, ხა ყველას არა აქვს ასეთი წუხილები, მაგრამ მე შემიძლია ვისაუბრო იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ უკვე ისაუბრეს, იმიტომ რომ სხვა ბრალდებულებისაც თქო მანდატი მე არ გამაჩნია ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ მაგალითად ლევან ხაბიაშვილის შემთხვევაში მას მის საქმიდან გამომდინარე სხვათა შორის ჩვენ მივაქციეთ ყურადღება იმ პრობლემას, როდესაც ბრალდებულს არ ეძლევა საშუალება შეხვდეს მის ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით საუბარი როცა ეხება მცირეწლოვან შვილებს. არ აქვს პაემანის, დავაზუსტებ რა, არ აქვს პაემანის უფლება, არ აქვს წერილის გაგზავნის უფლება, არ აქვს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება. გარდა სახალხო დამცველთან. სახალხო დამცველთან შეუზღუდავად აქვთ მათ ჩვენთან დარეკვის შესაძლებლობა. სხვა ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ღონისძიება მათ აკრძალული აქვთ გამომძიებელთან პროკურორის დადგენილებით. ეს არ ვიცოდი მართლა. ხშირად გირეკავენ ეს ჩამოთვლილი პატიმრები ციხიდან? ზოგადად ხშირად გვირეკავენ ცხელხაზე პატიმრები, ამ პატიმრებს რაც შეეხებათ, ამათ არ დაურეკავთ, მაგრამ თუმცა შეიძლება იყოს შემთხვევა, ახლა ვერ ვიხსენებ. ყოველ შემთხვევაში ცხელხაზე ჩვენთან ხშირად რეკავენ პატიმრები და აი თქვენი ერთადაც კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი 1491 და ამ ნომერზე ნებისმიერ დროს ყველა მსჯავრდებულს, ბრალდებულს აქვს საშუალება კანონი აძლევს უფლებას, რომ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს შეიძლება მოითხოვოს ციხის ადმინისტრაციისგან, რომ მისცეს საშუალება სახალხო დამცველის წარმომადგენელი მაშინვე მიემართება ამ დაწესებულებაში ინფორმაცია, რა თქმა უნდა შეეხებოდეს მის მიმართ არასათანადო მოპყრობას, ეხლა უბრალოდ იმიტომ რომ მოსაკითხად და ვიღაცას საუბარი უნდა მოსაკითხად ერთადერთი პატიმარი თუ დაგერაკავთ ციხიდან ალეკო ელისაშვილი. როგორც თქვენი მეგობარი, როგორც მე ვიცი რომ ერთხელ ვიყავით და არა, რამდენჯერმე ვიყავით, ერთხელ გაშუქდა უბრალოდ. როგორ არის გითხარით? და დაუბრუნდებით. ალეკო სხვა დაწესებულებაში არის, მე-6 დაწესებულებაში არის. ნორმალურად არის, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა განსაკუთრებული წუხილები აქვს. ელოდება სასამართლო პროცესს, განაჩენს. მას აქვს კომუნიკაციის მასაც აკრძალული აქვს და მანაც იგივე მთხოვა, რაც ამ შემთხვევაში სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში გავაჟღერე, რომ მიეცეს საშუალება ამ აკრძალვის პერიოდში. იცით რა არის, ეს აკრძალვა ეხება შემთხვევას, როდესაც ბრალდებული სანამ განაჩენი დადგება, ჩამოაშოროს გამოძიებამ დამატებით ვთქვათ გარესამყაროს იმისთვის, რომ არ მოახდინოს ზეწოლა ან მოწმეზე ან რაღაც ინფორმაცია რა გასცეს, რომელიც საქმის გამოძიებას ხელს შეუშლის, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტულად გონივრული გადაწყვეტილების ფარგლებში გააზრებული, ხო, ახლა როცა ადვოკატთან გაქვს შეხვედრის საშუალება, იდეაში მისი მეშვეობითაც შეგიძლია რაღაც ინფორმაციის გაზიარება სხვისთვის და ახლა არასრულწლოვან შვილთან შეხვედრა რა პრობლემა უნდა იყოს. გაქვთ მექანიზმი და ბერკეტი, რომ აი ეს წუხილი, რომელიც ძალიან ბევრ პატიმარს აქვს, რაღაცნაირად გადაჭრათ, მოგვაროთ. მექანიზმი, რაც ზოგადი მექანიზმი გააჩნია სახალხო დამცველს, ეს როგორც პრობლემას ავსახავთ ჩემს ანგარიში და სადაც ეთერში მივდივარ, საუბრობ ამ პრობლემაზე. ეხლა ამ პრობლემაზე ასე ვთქვათ ფოკუსირება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ შეეხო მაღალ ყოფილ თანამდებობის პირებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ეს არ აწუხებთ მარტო მათ, ეს აწუხებთ ყველა იმ ბრალდებულს, რომელიც დღეს საპატიმროში არის და რომელსაც ოჯახის წევრთან ანალოგიურად შეეზღუდული აქვს კომუნიკაცია. რაც სახალხო დამცველი ხართ, ალბათ არ ვიცი, რამდენიმე 1000 პატიმარი გეყოლებათ მონახულებული, მაგრამ ყველაზე ემოციური მაინც ალბათ თქვენს ყოფილ თანამებრძოლთან, თანაპარტიალთან და მეგობართან ვიზიტი იქნებოდა. რა მოგიყვეთ ამის შესახებ შეგიძლიათ? რა ვიცი, რა მოგიყვეთ. ბუნებრივია, რომ მე მასთან ვიყავი რამდენჯერმე სულ და მომავალშიც რა თქმა უნდა
გავაგზავნებ ეს ახლა როგორც სახალხო დამცველის რანგში არ მივდივარ ხო მარტო ალეკოსთან, ისედაც ჩემი მეგობარია ბავშვობის და ისედაც მივიდოდი სხვა შემთხვევაშიც ბუნებრივი არის. ძალიან სამწუხარო არის ის ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. როგორც გარეთ, ისე შიგნითაც გვაქვს ბევრ რამეზე უთანხმოება. ამათობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი მის მიმართ მალე დასრულდება და ყოფითი ასე თქვათ პრობლემები არ აქვს. იქ თვითონ ციხის ადმინისტრაციასთანაც საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა აქვს. საკმაოდ ხნედ არის, ვერ ვიტყვი რომ რაღაც დეპრესიაშია ან რაღაცნაირად რით გაყავს დრო ეს? ძირითადად მითხრა რომ კითხულობს და ციხესიმაგრებზე წერს წიგნს. და ამ წიგნის იგლივ მუშაობს და ამით ჯერჯერობით ამით არის გართული ხო რა ვიცი. ფიზიკურად საკმაოდ აქტიური ადამიანია და ალბათ ვარჯიშობს კიდევაც. ნუ ციხეში ადამიანი როდესაც ხვდება, რაღაცა რუტინა უნდა შეიქმნოს, ბუნებრივი არის, რომ ეს მთელი დღე გაიყვანოს, ხო? იმიტომ რომ ის სასეირნო დრო, რომელიც 1 საათი არის გამოყოფილი მსჯავრდებულებისთვის, ბრალდებულებისთვის, არ არის საკმარისი. ამაზე სხვათა შორის წერთ ანგარიშის კარგა ხანია და როგორც სისტემურ პრობლემას აღნიშნავთ, რომ 24 საათში 1 საათი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს სრულფასოვნად სასეირნო ამ გარემოს, ასე ვთქვათ, მიღება განცდა ამសេირნობის თვალსაზრისით. თან რო იცოდეთ ეს სასეირნო სივრცეები დიდად არ განსხვავდება იმ ბევრ დაწესებულებაში, სადაც ყოფნა უწევთ, იმიტომ ისევ ბეტონისგან შემოსაზღვრული სივრცეებია და ამ ბეტონის ასე ვთქვათ კედლებში უწევთ, უბრალოდ ზევიდან არ არის გადახურვა. თუმცა ისე ახერხებს ციხის ადმინისტრაცია ბადრაგი, რომ ეს ადამიანები ყოფილ მაღალჩინოსნებს და ოპოზიციის წევრებს გულისხმობ, ვინც პატიმრობაში იმყოფება, აი ამ სეირნობისას ერთმანეთს უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეხვდნენ. ხო, არა, კი, ეს უსაფრთხოების ნაწილში ეს ნამდვილად ასე არის, რასაც ძალიან კარგია, რომ მაქსიმალურად დაცული არის მათი უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით, რომ მსჯავრდებულებს შორის არ იყოს დამატებითი კონფლიქტი ან დაპირისპირება, ეს ხშირი არის ხოლმე როგორც პენტენციურ დაწესებულებაში და რისკის მიხედვით არის ბუნებრივი, ახლა დაბალი რისკის და ღია დაწესებულებაში ისედაც გარეთ არის უყოლა და იქ ეს პრობლემა არ არის. მაღალი რისკი სადაც არის, აი მაგალითად სადაც ალეკოს უწევს ყოფნა, იქ ფიზიკურად ორი მსჯავრდებული ერთმანეთს არ ხვდება. რა ენატრება ყველაზე მეტად და რადგან მაღალი რისკის დაწესებულებაშია ალბათ შვილებთან შეხვედრა, მასაც. და მასაც ყველაზე მეტად ამ ეტაპზე ენატრება თავის შვილებთან შეხვედრა. იცით რა, რაღაცნაირად აღქმა ჩდება საზოგადოებაში, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისე უბრუნდები ნომერ 12 პენტენციურ დაწესებულებას, ალბათ განსაკუთრებული პირობები აქვთ ციხეში. აი, მათ საკანში ყოფნისას მოხვდათ რაიმე განსაკუთრებული კომფორტი თვალში? არა, მამას ვერ ვიტყვი, რომ პირობითად ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული მიდგომა ან მათი ციხეში ყოფნის პირობები განსხვავდება რიგითი მე-12 დაწესებულებაში არსებული პატიმრის პირობებისგან. რიგითი არა, პოლიტიკურ ოპონენტებზე მინდოდა აი ხაზგასმა და შედარება. აი მაგალითად შეგიძლიათ თქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტი მინდოდა მე თქვა. საკნები განსხვავდება ნიკა მელიასგან. ხო, ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ლევან ხაბეიშვილის იგივე და ბაჩუ ახალაიას საკანი. აბსოლუტურად იდენტურია. აბსოლუტურად ყველაფერი იდენტურია, მათ შორის ის რეჟიმიც, რომელიც ხორციელდება ამ ადამიანების მიმართ. მე მათთან საუბარში პირველ რიგში ამათ ინტერესდები ხოლმე, რამდენად სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რაც ციხეში ადამიანს გააჩნია, ხო, ბრალდებული, თუმცა მსჯავრდებული. რა უფლებებია ეს და აი რამდენად სარგებლობენ? არც მაგალითად სასეირნო დრო. ხომ არ ერიდებიან, იმიტომ რომ ხო შეიძლება სხვა პატიმრებთან კომუნიკაცია არ ხდება კომუნიკაცია ინდივიდუალურად. ანუ იგივე როდესაც ბიბლიოთეკით სარგებლობენ, ხო? ან მაღაზიაში, მაგრამ მაღაზიაშიც ვიცი სხვანაირად ხდება. ბიბლიოთეკასთან მაღაზიაც ხდება მონიშნა იმ პროდუქტის წიგნის და შემდეგ მიეწოდებათ. ანუ საკნიდან რეალურად გამოდიან მხოლოდ თითო საათით, ისიც ეგრეთ წოდებულ პრაგულკაზე. კი, ნამდვილად, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი და ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, დასვენების ხარისხს. ხო, ხო, ძალიან რთულია 24 საათი გამოკეტილი ერთ პატარა ოთახში.
საკანში და სხვათა შორის აი ჩემს მიერ მონახულებული ადამიანებისგან რამდენიმე მე წუხილი დააფიქსირა რომ ეს დრო მათ არ ყოფნით იმისთვის რომ რაღაცნაირად ჰაერი უფრო ჩაისუთქონ თან ზაფხულში რუსთავში საკმაოდ სიცხეა და ეს გასეირნებაც უკვე რაღაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, რუსთავში პრობლემური არის წყალი. წყალი, ხო. ანუ ამ ყოფით პრობლემას ისინი უკვე შეეხნენ? ნუ ეხლა ჯერჯერობით სიცხე არ არის და შეიძლება ისე არ აწუხებთ, მაგრამ მაგალითად ზაფხულში, როდესაც მე ვიყავი და მოვინახულე მაშინ გიორგი ვაშაძე იყო და სხვები, ყველა მათგანმა ჩემთან დააფიქსირეს უკმარისობა შხაპის მიღების დღეების და მაშინ ეს საკითხი პენიტენციურ სამსახურომ მოაგვარა დაუმატეს კიდე ერთი დღე, მაგრამ იცით რა არის, ეს არ არის საკმარისი. ზოგადად ეს არ არის მარტო ახლა მე-12 დაწესებულებებზე არსებობს, ზოგადად რუსთავში არსებულ დაწესებულებებში ყველგან არის ეს პრობლემა, მათ შორის ქალთა დაწესებულებებშიც, სადაც ეს კიდე უფრო მეტი სიმწვავით დგას. და ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს რაღაც პერიოდში, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტია, რომელიც ართულებს ამ საკითხის მოგვარებას, ესეც მესმის ძველი ინფრასტრუქტურა, თვითონ რუსთავში წყლის ხშირი გათიშვის პრობლემა, რასაც თვითონ ციხის ადმინისტრაციაც ამას ზეწუხს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაგალითად ლაითურში აშენდა ახალი ნომერ პირველი დაწესებულება, სადაც თვითონ საშხაპები არის საკნებში და ადამიანს შეუძლია, როცა უნდა მაშინ მიიღოს. ხო, ანუ თანამედროვე დაწესებულებებში ეს საკითხი უფრო ინფრასტრუქტურულად არის მოგვარებული. ხომ არ მოუთხოვია რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილებიდან რაღაცა გადაყვანა, ან თქვენთან ხომ არ გამოხატავს სურვილი, რომ სხვა საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანեն, თუ რეალურად მათ ამის უფლება არ გააჩნიათ? არა, ასეთი მოთხოვნა არც ერთს არ დაუყენებია, რა თქმა უნდა. ასეთი უფლება გააჩნია ზოგადად ჭაუდებულს, რომ სასჯელი მოიხადოს მის საცხოვრებელ სახლთან უფრო ყველაზე ახლოს მყოფ დაწესებულებაში მაგრამ ამ შემთხვევაში არც ერთ მათგანს ასეთი მოთხოვნა არ დაუხსნა. ხო, მე თქვენი განცხადება რა თქმა უნდა მოვისმინე აი ამ ვიზიტის შემდეგ ვფიქრობ ერთი საკითხი დაზუსტებას საჭიროებს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომელიც სხვა დანარჩენი თქვენიც მიერ მონახულებული პატიმრებისგან მის საქმესთან დაკავშირებით არათუ გადაწყვეტილებაა უკვე სასამართლო გადაწყვეტილებაა მიღებული არამედ ის სხვებისგან განსხვავებით ბრალსაც აღიარებს. მასაც აქვს მიუხედავად ამისა კომუნიკაციის უფლება შეზღუდული. ეს ცოტა არასწორად მოხდა ინტერპრეტირება. ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი რამე ჩემთან არ დაუფიქსირებია. მას მის მიმართ მოქმედებს აბსოლუტურად უკვე სხვა რეჟიმი, არა ბრალდებულის, არამედ ჭავდებულის მიმართ არსებული რეჟიმი. შესაბამისად ალბათ მას ასეთი კომუნიკაციის პრობლემა ოჯახის წევრებთან არ უნდა ქონდეს. ყოველ შემთხვევაში, როცა ვესაუბრე, მას ასეთი რამე არ უთქვას. თუმცა მასაც ჰქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, ჩივილები, სურვილები და ალბათ იყო იმის მსგავსი, რაც ჩამოთვალით თუ რაიმე განსხვავებული. არა, ესეთი განსაკუთრებული არაფერი, სიმართლე გითხრათ. ხო, ბაჩო ახალაიას საკითხზე ალბათ ცალკე უნდა შევჩერდეთ, იმიტომ რომ გვახსოვს, რომ მანამდე მისმა მეუღლემ მოგმართათ განცხადებით, აი დაიწყეთ თუ არა მის განცხადების შესწავლა, იმიტომ რომ იქ რამდენიმე დარღვევაზე იყო საუბარი. ბაჩო ახალაიას შემთხვევაში მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე დაიწყეთ შესწავლა, ეს პროცესი მიმდინარეობს. საზოგადოებრივ საქმის კურსში იყოს, საქმე შეეხება მისი მეუღლის, როგორც მისი უფლებადამცველის არ შეშვება საპატიმროში, როგორც ადვოკატს არ უშვებენ ბაჩო ახალაიასთან და ამ ეტაპზე ჩვენ გამოთხოვილობს ინფორმაცია თუ რა სტატუსი აქვს ამ ადამიანს, რატომ არის ეს აკრძალვა მის მიმართ, რატო არ ეძლევა საშუალება რომ როგორც ადვოკატს მეუღლე შევიდეს, იმიტომ რომ ბაჩო ახალაიას არის ბრალდებული, შესაბამისად მის მიმართ ეს აკრძალვა მოქმედებს, მაგრამ აკრძალვის მიუხედავად კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ბრალდებულს აქვს შეხვედრის უფლება თავის კანონიერ წარმომადგენელთან, ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან. შესაბამისად ეს აკრძალვა ამ ორი ინსტიტუტის მიმართ არ ვრცელდება. კანონი ამას არ ითვალისწინებს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში 9 თვემდე შესაძლებელია რომ ეს აკრძალვა გაახანგრძლივდეს. ხო, ორი თვით ხდება ამის მერე გაგრძელება. და აუცილებლად ალბათ აი თქვენს მიერ ციხეში პატიმრებისგან მოსმენილი ჩივილები ორ ნაწილად უნდა გავყოთ, ანუ ზოგადი ხასიათის და ისეთი რომლის შესახებაც შეიძლება საუბარი და რაზეც თქვენი საუბრეთ და თქვით რომ აუცილებლად ამ ყველაფერს ასახავთ თქვენს ანგარიშში და მოითხოვთ რომ ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება მოყოს, რაც ბუნებრივია დროში გახანგრძლივდება
გამაგრძელებული პროცესია, ხვალდაზე ალბათ ილუზია არ არსებობს, რომ ამ ადამიანებს მისცემენ ან უფრო მეტი სეირნობის დროს, ან გარესამყაროსთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. არის მეორე საკითხები, რომელიც თქვენ ასევე დაასახელეთ, რომ მათგან მოისმინეთ პერსონალური შინაარსის მწვავე საკითხები, რაზეც ბუნებრივია ახლა ვერ ისაუბრებთ. აი თემა მაინც რომ გითხრათ, ან მიმართულება რას ეხებოდა ეს პერსონალური მწვავე საკითხები და ანუ პერსონალური საკითხები ძირითადად ეხება მაგალითად ჯანმრთელობის საკითხებს, ხო? და ჯანმრთელობის მიმართულებით რა შეიძლება ადამიანს კონდეს პრობლემა, იღებს თუ არა შესაბამის სერვის ამ დაწესებულებაში, კონკრეტულად ხდება თუ არა მისი დროულად შემოწმება, გაყვანა, კურნალობა, არა აქვს მიწოდება. შესაძლებლობა მაღალი ხარისხის ოპერატიულად მიიღოს. არ მithქვას რომ არ აქვს, უბრალოდ როდესაც ასეთ საკითხზე ოჯახის წევრი ამახვილებს ყურადღებას, მე ვალდებული ვარ, რომ ეს საკითხი მოვიკვლიო და მე თვითონაც დავწმუნდე, რომ ამ ადამიანს ეს ყველაფერი მიეწოდება, ხო? ეს თქვი, აქ ეს არის სტანდარტული პროცედურა, არა მარტო ამ მათ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობას ეხება საკითხი, ჩვენ განსაკუთრებულად ვიკვლევთ ამ ამბავს, ჩვენ ყავს ჩვენ თვითონ სახალხო დამცველში დასაქმებული ძალიან კვალიფიციური ექიმი, რომელიც პროფესიულად უყურებს იმ კურნალობას, რომელიც ჩაუტარდა ადამიანს და მე ჩვენ დასკვნას უზიარებთ, რომ თქვა დამატებით რა მიგვაჩნია, რომ უნდა ჩაუტარდეს. ან რა შეიძლება აიყო საკმარისი მის კურნალობის თვალსაზრისით. და ესეთი უამრავი საქმე გვაქვს, რომელშიც ეს რუტინულად მიდის ეს მიმოწერა და საქმიანობა, აი მზიამაღლობელი შემთხვევაში ვიყავით ანალოგიურად ჩართული, იქ საერთოდ კონსილიუმი შევქმნით, ხო? კი ბატონო. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის ასე ვთქვათ, ცნობილი ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ფოკუსირებული არის საჯარო პირებზე ეს პრობლემა, მაგრამ ზოგადად ყველა მსჯავრდებულის მიმართ ანალოგიური პროცედურა. სხვა შორის აი ქალმა პოლიტიკოსებმა სულ ცოტა ხნის წინ მოითხოვეს თქვენი წარმომადგენლისგან ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერსის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. უკვე იყვნენ თუ არა? ეს როცა მოითხოვეს უკვე ნამყოფი ვიყავით. კარგი იქნება, რომ ქალი წარმომადგენლების პოლიტიკოსები თუ კაცი პოლიტიკოსები ეგეც საერთოდ არ მესმის ქალი პოლიტიკოსი და კაცი პოლიტიკოსების რა დეფინიცია არის. ნუ როგორც ჩანს მაგრამ კი ბატონო ჯობია ჯერ გკითხონ ჩვენ ვიყავით რა გავაკეთეთ და მერე გააკეთონ რაღაცა პერფორმანსი, რასაც აკეთებენ ხშირია ჩემი ოფისის წინ მოდიან, მაგრამ როგორც წესი ის რასაც ითხოვენ, ან უკვე გაკეთებული გვაქვს, ან უკვე დაგეგმილი გვაქვს, ან უბრალოდ ინფორმაციას გაუზიარებთ ახლა თუ ჩათვლიან რომ არასაკმარის ვაკეთებთ ნამდვილად ამ ადამიანებს ვინც იქ მოდიან არ აქვთ ჩემი კრიტიკის კომპლექსი შესაბამისად. კი ბატონო, ანუ ფიქრობთ რომ უბრალოდ ინფორმაციას არ ფლობენ? არა, უბრალოდ რომ იკითხონ ხოლმე ხა ის ადამიანები ვინც მოსულები იყვნენ სამი პირადად მიცნობს რომ ეკითხათ ვეტყოდით უკვე რა არის გაკეთებული, რა არის დაგეგმილი და ასე შემდეგ. კი ბატონო, დაგეგმვის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, აი არც კი ვიცი საიდან დავიწყო. საკმაოდ მძიმე ცვლილებები იგეგმება როგორც ადმინისტრაციულ სისხლის სამართლებრივ კოდექსში, ასევე სისხლის სამართალში ზოგადად დაწყებული არ ვიცი მეწარმეებისთვის რაღაცა პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვით და დამთავრებული კონსტიტუციური წესრიგის აღიარების მოთხოვნით კონკრეტული არ ვიცი პირებისა თუ პირთა ჯგუფის მიმართ. მოკლედ, ვინც არ აღიარებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დღის წესრიგს, შესაძლებელია მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. მესმის რომ ძალიან ადრეა ჯერ სახალხო დამცველის მხრიდან რაღაცა ესეთი კვალიფიციური ანგარიშის და შენიშვნების გაკეთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო ფორმით, მაგრამ იმ შინაარსიდან გამომდინარე, რაც გესმით, შეგიძლიათ თქვენი პოზიცია გაგვაცნოთ? ფიქრობთ, რომ სულ ცოტა კიდევ ერთი საკონსტიტუციო სარჩელის მიზეზი გექნებათ ახლა მომავალში? იცით რა არის საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას ჩვენ პერმანენტულად ვახორციელებთ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართ, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. გარდა მიღმა იმისა, რაზეც მედია აკეთებს ფოკუსირებას, არის სხვა საკითხები, რაზეც საკონსტიტუციო სარჩელები მზადდება და მიემართება სასამართლოს.
ის რაზეც თქვენ მეკითხებით, სიმართლე გითხრათ, მე ჯერ დეფინიციაც არ ვიცი საბოლოოდ რა იქნება კანონში და როგორ აისახება. თუ ეს ჩანაწერი, რომელიც გაკეთდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ჩავთვლით, რომ კონსტიტუციასთან იქნება წინააღმდეგობაში და იქნება ზედმეტად მზღუდავი სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით, ბუნებრივია ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. თუ ასეთ დასკვნამდე არ მივალ, არ გავასაჩივრებ. ყველაფერს არ ვასაჩივრებ, რა თქმა უნდა. ეხლა ბევრი რაღაცა არ მოსწონს ვიღაცას, მაგრამ ყველაფერი არ აქვემდებარება გასაჩივრებას. სადაც პროფესიულ თვალსაზრისით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ჩანაწერს, ეს საჩივრდება და სულ ახლახან შევიტანეთ ანალოგიური სარჩელი, იცით. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც არა, მარტო ეს არა, იქ ადმინისტრაციული სამართალდაუხთა კოდექსის მუხლები გასაჩივრდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ მუხლები და ძირითადად ეს შეეხებოდა იმ ზღუდავ ნორმებს, რომლებიც მაგალითად ბლანკეტურად ნიღბის ტარების შემთხვევები აიკრძალა სარჩელების პროპორციულობა მიგვაჩნია რომ შეუსაბამო განმეორებითი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემოტანის საკითხი გასაჩივრდა, იმიტომ რომ იცით როგორ გამოდის, ახლა ორჯერ რომ ნიღაბი გაიკეთო, მეორე შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში არის აქ საუბარი, ხო? ადამიანები რომ მშვიდობიანად იკრებებიან და გინდა ორჯერ გაიკეთოს, გინდა 10-ჯერ, როგორ შეიძლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაეკისროს, ეს ხო ნონსენსია. ეს გასაჩივრდა თვითონ სასარჩელების ოდენობა გასაჩივრდა, ბუნებრივია. მოკლედ, რაც ჩავთვალეთ, რომ არ არის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტთან, კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, ეს ყველაფერი იქნა გასაჩივრებული. რა არის ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოსგან? ვიცი რომ ხა ჯერ ერთი თვეც არ არის გასული, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე უნდა იყოს, ხო, პროცესი არ მიიღეს. დასაშვებობის ეტაპს გადის ამ ეტაპზე. ჯერ არ ვიცით მიიღეს თუ არა წარმოებაში თქვენი საჩივრები? მე ვფიქრობ ჯერჯერობით რა სარჩელით შემიტანია, ტყუილ უბრალოდ მე სარჩელები არ შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, მინდა იცოდეთ. ის მიდგომა არ ამაქვს, რომ წელიწადში რაღაც 3 ათეული სარჩელი შევიტანო, რაღაც თუ შემაქვს სარჩელი არის დასაბუთებული და როგორც წესი ეს ჩემს მიერ შეტანილი სარჩელები დასაშვებობის ეტაპს ლახავს და არსებით განხილვის პროცესში ხდება. მე დარწმუნებული ვარ, ეს სარჩელის გადალახავს და მოხდება ძალიან საინტერესო მოსმენა იქნება, იმიტომ რომ მთელი რიგი მუხლებია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უფრო მეც გეტყვით, ჩემი გადმოსახედიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან ნოყიერი ნიადაგი აქვს იმისთვის, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს გააუქმოს ეს და ამით სახელმწიფო საომაროდ გადაარჩინოს უფრო მძიმე შედეგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც ჩემი აზრით განსხვავებულ სტანდარტს ადგენს მთელი რიგი აკრძალვების მიმართ, რომელიც ჩვენ გავასაჩივრეთ. საკმაოდ საინტერესო განაცხადია, მაგრამ შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა გადაწყვეტილებაც მიიღოს და თქვენი სარჩელები არ დააკმაყოფილოს. რა მოხდება ამ შემთხვევაში? ხშირად აკრიტიკებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი. ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვუყურებ, გადაწყვეტილებს როცა იღებენ, ძირითადად მე რა შეხებაც გქონია ჩვენ სარჩელის მიმართებაში, როგორც წესი არის დასაბუთებული. არ მაქვს მოლოდინი, რომ რაღაცა შავ-თეთრი დაიწერება, იმიტომ რომ ეს ძალიან ნათელი არის და პროფესიულად ძალიან ადვილი დასამტკიცებელია საბოლოო ჯამში. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო მართლა იმსჯელა თუ არ იმსჯელა. ასე რომ მე იმედი მაქვს, იქ არიან ძალიან გამოცდილი და კარგი მოსამართლეები, რომლებიც საკმაოდ ღირსეულად იხილავენ ამ საქმეებს და მე იმედი მაქვს, რომ ამ სარჩელის მიმართაც მიდგომა იქნება აბსოლუტურად პროფესიული და დამზღვევი, რაც თავარია იმ რისკებისგან, რაც საქართველოს შეიძლება მოველოდოს საომაროდ. და მაინც სხვაგვარად რომ მოხდეს და თქვენი მოლოდინები არ გამართლდეს, სახალხო დამცველს აქვს მანდატი, რომ მაგალითად, რა ვიცი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღოს სარჩელი. არ ვიცი, რომ თქვენ მითხარით, გაქვთ ამის შესაძლებლობა. გაასაჩივროთ იქ. ანუ შემდეგი ინსტანცია თქვენთვის რა არის? საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი შემოფარგლულია იმ ტერიტორიული პრინციპით, იცით და შესაბამისად საქართველოს ფარგლებში ვრცელდება ჩემი მანდატი. ნუ შეიძლება რაღაც ინტერვენციის საშუალება მქონდეს სტრასბურგში განხილვის პროცესში, მაგრამ ის რომ ჩემი მანდატი პირდაპირ განსაზღვროდეს, რომ ეს სარჩელები წავიღო სტრასბურგზე გავასაჩივრო, ეს ასე არ არის, თუმცა თუ კონკრეტული მოსმენის ფარგლებში სახალხო დამცველის
მოსაზრებით იქნება დაინტერესება, ასეთი ჩართვის და ინტერვიუების საშუალება რა თქმა უნდა. ხო, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ჩივის იმის შესახებ და ახლა გვწერენ, რომ გადაუხდელ ჯარიმებზე ბევრს ისე დაედო ყადაღა ქონებაზე, რომ არც კი იყვნენ ინფორმირებულები. დღეს ლევან ხაბეიშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, რომ მას ციხეში მიუვიდა 9,000 ლარიანი ჯარიმა. მე მგონია, მე რამდენიცაც მახსოვს, მანაც ისაუბრა იმაზე, რომ მოხდა მისი ქონების დაყადაღება. ამ თემაზე თუ ისაუბრეთ? არა, მე რო ვიყავი ჯერ არ იყო. არ იყო მისული. მან არ იცოდა ამის შესახებ, შესაბამისად არ მისაუბრია, მაგრამ ეს აწილი რაც თქვენ ახსენეთ, მათ შორის ესეც გასაჩივრებული არის საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები დაჯარიმდნენ უკვე პოლიციის მიერ გადაკეტილ აქციაზე მისulis შემდეგ. მათ არაფერი არ დაუღვევიათ ასე გამოდის, ხო? უკვე პოლიციას ჰქონდა რუსთაველის გამზირი გადაკეტილი, ადამიანი მივიდა, დადგა და მაინც დაჯარიმდა, მიუვიდა ვიდეო ჯარიმის, ვიდეო ანუ რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში რაღაცა? ამის შემდეგ ეტაპი არის, რომ უნდა გასაჩივრდეს. ეს უნდა გასაჩივრდეს და სასამართლომ ამ შემთხვევაში უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხო? მათ შორის ოდენობებიც მიმაჩნია, რომ საკმაოდ მაღალი და ეს ყველაფერი მთლიანობაში ეს პაკეტი გვაქვს გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. დაახლოებით რა ვადა შეელოდებით საკონსტიტუციოს მაქსიმალური ასე ვთქვათ ვადა რამდენი 2-3 თვე? კანონდადგენელი ვადები არ არის. ისეთ არის საქმეები, რომლებიც წლები იხილება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ შემთხვევაში წლებით არ მოანდომებს განხილვას და რაღაც უფრო მოკლე ვადებში მოხდება. ხო, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საქართველოში გაუარესებული ვითარება EUTHOS 24 ქვეყნისთვის რაღაცა ყურადღების საგანი გახდა, ამიტომაც გადაწყდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იქნება გამოყენებული ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი, ჩამოვლენ დამოუკიდებელი ექსპერტები და ადგილზე შეისწავლიან სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ანუ ხა ლოგიკურად ჩდება შეკითხვა, ალბათ ერთ-ერთი, ვისთანაც მათ ექნებათ კომუნიკაცია, იქნება საქართველოს სახალხო დამცველი. თუ არის უკვე განსაზღვრული, როგორ იქნება სახალხო დამცველის მანდატი EUTHOS მექანიზმის ფარგლებში, უпростоრად მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში. სიმართლე გითხრათ, ეს პირველად ხდება საქართველოს მიმართ ასეთი მექანიზმის გამოყენება და ჩემს უცნობი არის რა ფორმატში მოახდენენ ისინი ამ ფაქტების დადგენას. ყოველში, იმ შემთხვევაში თუ ჩემთან ექნებათ მათ შეხვედრის სურვილი, მე ბუნებრივია მათ შევხვდები და გაუზიარებ იმ ინფორმაციას, რაც ისედაც ჩემს ანგარიშში საკმაოდ მწვავედ და მსუყეთ არის ასახული, ხო? 2024-2025 წლის ანგარიშებში ეს ყველაფერი ანუ თქვენ მზად ხართ თუ კი ასეთი მისია ჩამოვა საქართველოში იმისათვის რომ მოახდინოს ადამიანის უფლებების დარღვევის რევიზია სხვადასხვა მიმართულებით თქვენ მზად ხართ თქვენი მონიტორინგის შედეგები ბოლო წლების განმავლობაში გააცნოთ წარუდგინოთ ეს შედეგებს საზოგადოება იცნობს მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი სამუშაო თუ ვინმემ გაწია მათ შორის შეკრება მანიფესტაციების დროს დაზარებული ადამიანების საქმების ასე ვთქვათ მოკვლევაში მტკიცებულების შექმნაში ვინ იყო მაშინ არათასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვინ რა განაცხადა ეს ჩვენ ძალიან დიდი მოცულობით გავაკეთეთ 500-ზე მეტი ადამიანს შევხვდით პირისპირ და დავაოქმეთ მათი ასე ვთქვათ მონაყოლი ვაგზავნით ამ ყველაფერს სპეციალურ საგანო სამსახურში, რომელიც მაშინ არსებობდა, ამ პროცესს ბოლომდე მივყვებოდით. ეს ყველა მტკიცებულება ბუნებრივია არსებობს და ეს ყველაფერი ასახულია ჩემს ანგარიშში. ამიტომ რაღაც დამატებითი ძალისხმევა მე არ დამჭირდება, რომ ადამიანებისთვის რაღაცა მოვიკლო, ისედაც ყველაფერი არსებობს. თუ დაინტერესებთ, ბუნებრივია გაუზიარეთ. ჯერჯერობით არც თქვენთვის არ არის ცნობილი, როდის შეიძლება ჩამოვიდეს მისია, არანაირი კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში თქვენთან არ, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ადრესატი თქვენ იქნებით და ბოლოს მინდა კითხოთ, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ დღეს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაც მოვისმინეთ ისინი არა ერთ-ერთი ფორმით
აი ამ რაღაცნაირად გაერთიანების პროცესს არ ეთანხმებიან, მიუხედავად დაპირებებისა, აქვთ მოლოდინი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საერთოდ ლიკვიდაცია მოხდება და ძალიან ბევრ პროფესორ მასწავლებელს უბრალოდ მოუწევს უმუშევრად დარჩენა. ხომ არ მოუმართავთ მათთვის, ან თქვენ ხომ არ ფიქრობთ რაღაცა პროაქტიულად ჩაერთოთ ამ საკითხში? სიმართლე გითხრათ, მეც როგორც თქვენ და საზოგადოების სხვა ნაწილი ვაკვირდები გარედან ამ პროცესს, ჩემთვის არავის არ მოუმართავს, ვინაიდან უშუალოდ ეს გაერთიანების პროცესი მე არ მომემართება, როგორც სახალხო დამცველს, თუმცა განათლების უფლების ნაწილში ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში დავრწმუნდა ერთ რამეში, რომ ეს გაერთიანება არ გამოიწვევს განათლების უფლების შეზღუდვას კონკრეტული სტუდენტების მიმართ, არ გაუარესდება მათი შესაძლებლობა, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება, არ გაუარესდება ინფრასტრუქტურა, სადაც მათ უწევთ ამ განათლების მიღება. ეს შეიძლება გახდეს ჩემი ინტერესის საგანი. ამის მიღმა შეიძლება იყოს, თქვათ, თუ ვინმეს დათხოვნა მოხდება სამსახურიდან, თქვენ როგორც აღნიშნეთ, რამდენად კანონიერად მოხდება მათი, ასე ვთქვათ, ჩამოშორება ამ პროცესისადმი. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ჩვენი მოკვლევის საგანი, თუ ასეთი მომართვიანობა იქნება. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასეთი მომართვა არ ყოფილა და რა ვიცი, ამის მიღმა რა თქმა უნდა გამოთქვობს ზაობას, რომ მომართვის შემთხვევაში უფრო დამატებით ჩავერთოთ და მოვიკვლიოთ ეს ყველაფერი. და კიდევ აუცილებლად მინდა გითხოთ, აი დღეს თქვენ მოინახულეთ თბილისში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თავშესაფარი. აი მანამდე ვნახე, რომ ასევე პანსიონში იყავით, ხო? სადაც ხშირად დადიხართ. რა მდგომარეობაა? კი, აი 30 იანვარს მოინახულეთ, მეც ვარ სხვათა შორის აი ამ პანსიონში, ხო, ძევრში ნამყოფი, ეს ქალბატონიც ვიცანი ერთ-ერთი ფოტოზე. რა მდგომარეობა ასეთი ტიპის დაწესებულებებში და აი რა საკითხები მოითხოვს? ვისურვებდი, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს და ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მეტ რესურსს ხარჯავდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ესენი არიან ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, ძიმე მდგომარეობაში არსებული ჯგუფი, რომლებსაც სჭირდება 24 საათიანი მეთვალყურეობა. რა საჭიროებები დგას? ავიც ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მოვლის ხარისხით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დაფინანსების გაზრდა გაუმჯობესება. მაგალითად, საქართველოში არსებობს ძალიან კარგი თბილისში განსაკუთრებით ეს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების პროგრამა, მაგრამ მაგალითად 18 წლის რო ხდება ადამიანი, ეს პროგრამა მთავრდება და 18 წლის მერე პრაქტიკულად რჩება ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე და ის აუტიზმი 18 წელთან შესრულებასთან კი არ გადის, შეიძლება კიდევ უფრო დაუმძიმდეს მდგომარეობა. აი მე რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, ხო? მე მთლიანად ხდება ოჯახის პრაქტიკულად ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ცუდ მდგომარეობამდე ასეთი ბევრი ოჯახი ვნახე, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ზოგადად ასეთი ადამიანების მართვაც, მათთან მუშაობაც, 18 წლამდე კიდე ეს დღის ცენტრები, ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, და ამას სჭირდება ცოდნას. ხო და რთულია მარტო ადამიანისთვის სახელმწიფოს თანადგომის გარეშე და 18 წლამდე ეს თანადგომა რო არსებობს და მე რო უცბად წყდება, მე პრაქტიკულად ეს ადამიანები რჩებიან ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემასთან პირისპირ მარტო. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაიჭრას, იმიტომ რომ გაპირებთ ამის გადაჭრას, ისევ ასახავთ ანგარიში, თუ აი შეგიძლიათ მაგალითად იმიტომ მივდივარ, რომ მივიქციო საზოგადოების ყურადღება, იმიტომ წერ ანგარიში, რომ საზოგადო მისაუბროს ამაზე. არ ჩანს ეს ადამიანი, იმიტომ სახლებში არიან, დაწესებულებებში არიან, ვერ გამოდიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა მათ არ აწუხებს ძალიან მწვავედ. და აქვე მინდა ვთქვა კიდევ ერთი პრობლემის შესახებ, რაზეც მადლობა, რომ ზოგადად აი ესეთ საკითხებზე გამახვილეთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში მუშაობდი და პირადად დავდიოდი და ვნახულობდი ამ ადამიანების ყოფას, მაშინ როდესაც პრესი ჟურნალისტი. და მეორე საკითხი, აუცილებლად უნდა ვახსენო, სულ ვამბობ ამაზე და სულ საუბრობ, ეს არის სოციალური საცხოვრისები, სადაც ასევე ყველაზე მოწყვლადი ადამიანები არიან. სადაც არიან უსახლკაროები, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიტუაცია ეს არის
გორის სოციალური საცხოვრისი, ეხლა ხარ კონდათ მათ აქციაც ვნახე და კიდე ერთხელ შეეცადე მიეყოთ საზოგადოების ყურადღება ქუთაისში არის საგარეჯოში. ეს არის ძალიან მწვავე კერები, ასე ვთქვათ, რომელიც სახელმწიფომ თუ ძალიან ყისიერად არ მიიღო გადაწყვეტილები მათ მიმართ. ამ ადამიანების მდგომარეობა დღიდან დღემდე უარესდება. ყურადღების მიღმა არიან ეს ადამიანები დარჩენ. ამ ძიმე მდგომარეობა რას ნიშნავს? აი ორი სიტყვით შეგიძლიათ ძიმე მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ ღირსებასთან შეუსაბამო პირობებში უწევთ ცხოვრება. თქვენ რომ შეხვიდეთ ამ სახლებში თუ ამ შენობებში და რთული ამას შენობა დაარქვა, სპეციალური ანგარიშის დავწერეთ, დავასურათე, ვაჩვენე. ეს არის აბსოლუტურად ადამიანის ღირსებასთან შეუსაბამო პირობებში ადამიანების ცხოვრება და ყოფა და ბავშვების განსაკუთრებით. და ამიტომ ახლა ეს რა არის, იცით, არის რამდენიმე ჯგუფი ამ ქვეყანაში, რომელიცაც არ აქვს იმის რესურსი, რომ არ ვიცი, ყოველდღე თქვენს ეთერებში იჯდეს, ან ისაქნას რა ქვია, რაღაცა ხმა მიაწვდინოს, რა ვიცი, გადაწყვეტილების მიმდევრ ვიღაცა მათ პირებს. შესახებ უნდა ისაუბროს, ვიღაცა მათ შესახებ უნდა მათი ადვოკატირება მოახდინოს, მათი ინტერესები გამოხატოს და ამიტომ სიმართლე გითხრათ, აი 3 წელი ხდება მარჩში სახალხო დამცველი ვარ და ჯერ რაღაცა არსებით ქმედით შედეგებს ამ ადამიანებთან მიმართებაში, ამ საცხოვრებთან მიმართებაში ჯერ ვერ მივაღწიე. მივხვდით იმას, რომ 3 წელი ამაზე ვსაუბრობ. რაც ძალიან ცუდად მეტყველებს, ხო, ცუდად მეტყველებს, მე ვიტყვი, რომ ცუდად მეტყველებს იმ ადამიანებზე, ვისაც შეუძლია ელემენტარულად ამ ადამიანების ყოველდღიურობა გააუმჯობესოს. მადლობა ლევან იოსელიანს, საქართველოს სახალხო